ერთ სრულ სიგიჟეზე უნდა გესაუბროთ ახლა. სიგიჟეზე, რომელსაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გვთავაზობენ სულ უფრო ხშირად, რათა კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე შეგვიყვანონ ჩვენ შეცდომაში, ხან ამას სიტყვის ამბობს რომელიმე მეოთხე, ან მეხუთე ხარისხოვანი დეპუტატი, ხან მესამე ხარისხოვანი დეპუტატი, მეორე ხარისხოვანებიც რასაკვირველია და პირველ ხარისხოვანებს ჯერ არ უთქვამთ თითქოს. თუმცა შესაძლოა უთქვამთ კიდეც დეპუტატებს, მინისტრებს, ცალკეული თანამდებობის პირებს და ასე შემდეგ. მერვე ხარისხოვანი დეპუტატის ყურადღება რომ არ უნდა მიაქციო, იმ დეპუტატის ერთ ციტატას გაგაცნობთ ახლა მე თქვენ, ამ კაცს ქვია დიმიტრი სამხარაძე, ის ისიც თქვენ რომ აგრესიული კაცია, იარაღით დადის, ბიძინას პორტრეტი აქვს ამოტვიფრული შუბლზე თუ გულზე, შესაძლოა სხვაგანაც და ასე შემდეგ და ეს დიმიტრი სამხარაძე გვეუბნება იმას, რაც ჯერ არ უთქვამს მასზე უფრო მნიშვნელოვან რომელიმე დეპუტატს. ბიძინა გამობიძინებულებს არ უთქვამთ ჯერ, მაგრამ უთუოდ იტყვიან. და ეს ნახეთ რა არის ეს ეხება იმას, ეს ბანდიტი კობახიძე რო იყო თურქმენეთში წასული და ყველა ვისაც არ დაეზარა და ვისაც სამი წინადადების წარმოთქმა შეუძლია ომოს დიმიტრი სამხარაძე ამგვარი არ არის, ყველა მაპრავა და ყველა გაგვარკვია რატომ იყო ჩასული ეს ბანდიტი ირაკლი კობახიძე აშხაბადში. მაგრამ ეს ნახეთ რას ამბობს ეს კიდევ ერთი ბანდიტი იყო მეშვიდე ხარისხოვანი, იქ რაღაც პასაჟების ალობე ზურაბიშვილზე, ვითომ ხადაობები, უცხო პლანეტელები იქნებოდნენ, აბა რაღაც აშხაბადში, ბუნებრივია რომ ადამიანები იქნებოდნენ და ასე შემდეგ. ხო კიდევ ერთი ხადაობა რომ აი როდესაც სალომია ზურაბიშვილის წყალობით ამას იუმორი, ამათ გონიათ რომ იუმორი აქვთ. რუსეთს გადაიტანეს ოკეანის მიღმა, მერე სხვა ლიდერები იქნებოდნენ, მოკლედ ბჟუტურებს, არ ვიცი ეს ზემოიმერელი სამხარაძეა თუ ამიშულობა პრინციპში. შიში ვაიდა მოხდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ და მე უზებ ამბობს. სადავართ რომ რუსეთი დათანხმდეს და უყურეთ ამათ აქვთ შიში, ანუ ჩვენ გვაქვს შიში. შიში ვაიდა მოხდეს ისე რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნოს საქართველოს. მერე უკრაინის ომის გაპრავება, საქართველოში ომის დაწყება და მრავალი წლით მანქურთი აგენტურული პროპოზიციის გაქრობა მომენტალური იქნება. იციან რომ როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ცოტა არ მესმის, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება მისი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ხო და შიში აქვთ, ვაი თუ შეხვდა ვინმეს და საქართველო გაერთიანდა. კი, გეშინოდეთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ძალიან მალე დავიბრუნებთ ერთმანეთს, ანუ ქართველები აფხაზებს, აფხაზები ქართველებს, ქართველები ოსებს, ოსები ქართველებს, ოსები აფხაზებსაც შესაძლოა დაიბრუნებენ, არ ვიცი. წავყვეთ თქვენის ნებართვით ამ ლოგიკას და ვთქვათ ერთ წუთს რომ ეს გენიოსი კაცი დიმიტრი სამხარაძე მართალია. ჩავთვალოთ რომ ირაკლი კობახიძე თურქმენეთში იყო, აშხაბადში იყო, იმიტომ კი არა რომ იქ რაღაც ნეიტრალიტეტის თაობაზე ფორუმი იყო, თურქმენეთი ნეიტრალური სახელმწიფოა და ასე შემდეგ, არამედ მან დაიწყო გაბედა და დაიწყო ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მისი წინააღმდეგია, ამ ყველაფრის წინააღმდეგიც არის, დაიწყო ურთიერთობები ოკუპანტ ქვეყანასთან და იქ სელფი არ გადაუღიათ, მაგრამ რაღაცა ჯგუფური ფოტოსესია ჰქონდათ და იქ შესაძლოდ ამას პრინციპში ღია და არა, მაგრამ ფარულად გვეუბნება ეს ბანდიტი დიმიტრი სამხარაძე, ჭკვიანი როგორია სამუთარი თავი, შეხვდა ვლადიმირ პუტინს და ესაუბრა, დაიწყო საუბარი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საქართველოში რეინტეგრაციაზე, დაბრუნებაზე. და პუტინიც ჩავთვალოთ, რომ ხელგაშლილი ეუბნება ირაკლი კობახიძეს, უთვლის ბიძინა ივანიშვილს ბრძენებთან შორის ბრძენს, ანანაკლებ ბრძენს ვიდრე პუტინია, სამხარაძესეული გაგებით და ვინც ის იქნება მეტადაც კი, პუტინის უთვლის რომ ოკეი, აი ახლა დამთავრდება ძალიან მალე უკრაინის განადგურებით რუსეთ-უკრაინის ომი, უკვე შემდგომ მოგხედავთ თქვენ და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაგიბრუნებთ როგორ არა. ჩავთვალოთ რომ ეს ასეა. ანუ მე კი არ ვამბობ რომ ეს ასე არ არის. მე ვამბობ პირიქით რომ ჩავთვალოთ რომ დიმიტრი სამხარაძე ან სხვები და სხვების განაც მსმენია, პირად საუბრებში უთქვამთ ქართული ოცნების ცალკეულ
მომხრეებს, რომლებიც ახლოს არიან ცალკეულ დეპუტატებთან, მინისტრებთან და ასე შემდეგ, რჩევლები არიან, როგორც არაოფიციალურები, რომ რუსეთი პრინციპში თანახმა, რომ დაგვიბრუნოს ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. არაფერს არ ვამბობ, ხო, ჯერჯერობით არ მithქვამს ისეთი რამ, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართული ოცნების პოზიციასთან. ახლა მე დავსვამ კითხვას ამგვარს, მე რა ხდება? არას განა სამუდამოდ გვიბრუნებს რუსეთი აფხაზეთ თუ გვიბრუნებს ცხადია. მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ანუ გაგრის ჩათვლით. რას გვთავაზობს ის სანაცვლოდ გჩუქნის? თუ გჩუქნის აფხაზური საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს გალს იქით, ენგურს იქით, თუ გდებავთ ასე ვიტყვი. აფხაზური საზოგადოება თანახმა კი ჩვენთან რეინტეგრაციაზე, ესე რუსეთიდან ეტყვიან, რომ შეუერთდით თბილისსო და ესენი ჩაგვეხუტებიან, გამოიქცევიან, ენგურს გადმოკვეთავენ და თბილისში ჩამოვლენ და მიხეილ ყაველაშვილს ყელზე ჩამოეკიდებიან, ასე გონიათ? ჩავთვალოთ, რომ პირობითად რაღაც 50,000 აფხაზი მოდის ერთი სული აქვს, როდის ჩაეხუტება აქეთ 50,000 ქართველს. მოვდივარ. ჩავთვალოთ, რომ იქ მოგვალდა ერთი მუჭა სეპარატისტების პრობლემა, თუმცა როგორ უნდა მოგვარდეს, ხო? თუ ცეცხლის განუახლებობაზე მოვაწერეთ ჩვენ ხელი, ეგ ცოტა არ მესმის, ამიტომ იქნება გამარკვიოს ვინმე. მაშინ შესაბამისად სპეცოპერაციასაც ვერ ჩავატარებთ იმ ერთი მუჭა აფხაზების წინააღმდეგ. მაგრამ მე ხო ბევრი რამე არ მესმის და დიმიტრი სამხარაძის ესმის. აქედან გამომდინარე, ოკეი, ჩავთვალოთ, რომ რუსები თვითონ აგვარებენ იმ ერთი მუჭა სეპარატისტების პირობითად რაღაც 148 კაცის პრობლემას. მე რა ხდება, კვლავ მინდა ეს კითხვა გავიმეორო მინდა ეს კითხვა. რას გთხოვს რუსეთი სანაცვლოდ? მე გიპასუხებთ, რას გვიპასუხებდა ამ კითხვაზე თეორიულად ხსენებული სამხარაძე ან მასზე ჭკვიანი მაგალითად პაპუაშვილი, თუმცა ის ძალიან ეხლა ის დავაი ჭკვიანი, მაგრამ მაინც პაპუაშვილი გვეტყოდა, რომ თუ ჩვენ უარს ვიტყვით პირველი ევროკავშირზე, მეორე უფრო პირველი ნატოზე, შესაძლოა ევროკავშირზეც, თუ ჩვენ გამოვაცხადებთ ნეიტრალიტეტს, თუ ჩვენ დავაკანონებთ რუსულ ბაზებს, მინიმუმ აფხაზეთში და შესაძლოა ენგურ გამოღმაც, ახლა რომ ვაკონტროლებთ გარკვეულ ტერიტორიებს, იქ რუსები გვიფეშქაშებენ, გვაჩუქებენ, დაგვიბრუნებენ ამ ტერიტორიებს. ოკეი, თანახმა ვარ თქვათ. ანუ გავგიჟდი და თანახმა ვარ. მე რა ხდება? ანუ მე დავსვამ კითხვას ისეც, რაც პრინციპში იოლი საპასუხო უნდა იყოს წესით, თუ ორ აზრს ერთმანეთს აბამენ, თუ ჭადრაკი უთამაშიათ ელემენტარულ დონეზე, ქართული ოცნების მომხრეებისთვის, ვითომ ექსპერტებისთვის, ნამდვილი ექსპერტებისთვის, ექსპერტებად წოდებულებისთვის, მაინც ასე უნდა თქვა, პოლიტიკოსებისთვის, ხელისუფლებაში თუ პარლამენტში თუ სამინისტროებში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი პირებისთვის. ან თუ ჩრდილში მყოფი ბიზნა ივანიშვილისთვის. მე რა ხდება? ანუ გავიმეოროთ. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ უარი ვთქვით ნატოზე და ევროკავშირზე. ჩვენ თქვით თანხმობა რუსულ ბაზებზე, აფხაზეთში და შესაძლოა სხვაგანაც. რუსებმა გაანეიტრალეს ერთი მუჭა სეპარატისტები, დანარჩენის 50,000 თუ 68,000 აფხაზი გადმორდის, აქ ვუტრინებ ცხადია, მაგრამ ფიგურალურად უნდა წარმოთქვა, გადმორდის აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს მისამართით და ყაველაშვილს და კობახიძეს ურიგდებიან და მთელ ქართულ საზოგადოებას, აქეთ ყოფ 2 მილიონს, 3 მილიონს. ჩვენ ვუხდით ბოდის, ისინი არ იხდიან ბოდის, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ისინიც მიხდიან ბოდის და მე რა ხდება? ანუ ესეთი ვითარებაა შექმნილი და მე რა ხდება? კითხვა მაქვს ესეთი. ეხლა თქვენ ბუნებრივია ან დიმიტრი სამხარაძე ბანდიტი რეალურად ჭკვიანად რომ მოიხსენია ამ 10 წუთის წინ, არც კი, არა, 5 წუთის წინ. იკითხავს, რომ რას გულისხმობო? რას იგულისხმება შენ ამ კითხვაშიო? რას ნიშნავს მე რა ხდებაო? გიპასუხებთ ამაზეც. მაგრამ ჯერ გავიმეოროთ კითხვა, მე რა ხდება? დიმიტრი სამხარაძე დეპუტატი არ იქნება
ამ წუთიდან და პირობითად 20 წლის შემდეგ ხო ნახდათ არ იქნება, ანუ 4 წელს კი არ ვამბობ. ან არც 10 წელს. არამედ ამ წუთიდან და 20 წლის შემდეგ 2045-46 წელს დიმიტრი სამხარაძე იმედი მაქვს არ იქნება დეპუტატი. ვიზირა ივანიშვილი საერთოდ ან ცოცხალი იქნება 2046 წელს, ან ცოცხალი არ იქნება. 20 წლის შემდეგ 92 წლის იქნება ცოცხალი რომც იყოს. ანუ მაღალი ალბათობით ქმედუუნარო. ქმედუუნარო იმიტომ კი არა რომ მას რაღაც ხელის გამოძრავება არ შეიძლება. არამედ იმიტომ რომ მართვა არ შეიძლება იმ პერიოდისთვის. 20 წლის თავზე. გამოჩნდა ახალი თაობა საქართველოში ჩავთვალოთ, რომელიც ამბობს რომ რუსები უნდა გავაგდოთ. და ის მოდელი, რომელიც შემოგთავაზა რუსეთმა ამ 20 წლიდან 2026 წელს, 25 ვეღარ მოესწრება თორე კი ბატონო ამ წელს დავასახელებდი. ის მოდელი თანაცხოვრებისა უნდა დავანგრიოთ ჩვენ. ჩვენ გვინდა რომ საქართველო იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თუ იმ პერიოდისთვის იქნება. ან ევროპული რომელიმე გაერთიანების, ევროდასავლური რომელიმე გაერთიანების წევრი. და ამ დროს დახვდება იმ მომავალ ქართველებს დიმიტრი სამხარაძის მოგვარეებსა თუ არა მოგვარეებს საქართველო რომელიც იქნება ბევრად უარეს მდგომარეობაში ან არანაკლებ უარეს მდგომარეობაში ვიდრე იყო ის გასული საუკუნის ასე მაგალითად 70-იან წლებში ან 50-იან წლებში ან 30-იან წლებში ან 20-იანი წლებიდან ანუ ოკუპირებული პრაქტიკულად რუსეთის საჯარისო ნაწილების მხრიდან და საქართველოს ექნება გამოცხადებული ნეიტრალიტეტი საქართველოს საზოგადოებას ობიექტურები თუ ვიქნებით ექნება რეალურად კონფლიქტები აფხაზურ საზოგადოებასთან, იმიტომ რომ არავინ არ აპირებს ჩვენში რო დარჩეს ენგურის გადმოლახვას, ენგურის ხიდზე გადმოსვლას და ყაველაშვილთან ჩახუტებას, თუ კობახიძესთან და ჩვენთან ჩახუტებას, იმათ საბოლოო ჯამში თლად გულახდილები თუ ვიქნებით, უმრავლეს შემთხვევაში ვეჯავრებით და პირიქით გაბრაზებულნი არიან როგორც ქართველებზე შედარებით მათთან შედარებით დიდ მოთამაშეებზე ისე რუსებზე რომ 2026 პირობითად წელს ხო აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჩააბარა ესე არ მოხდება მე ჰიპოთეტურად წარმოვადგენ ამას ეს ყველაფერს ტყუის მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ხვებით ამ ლოგიკას უნდა ვიცოდეთ რომ მომავალი სისხლის ღვრებისთვის არის განწირული ჩვენი შვილების თუ შვილიშვილების თაობები რუსებთან იმიტომ რომ დიმიტრი სამხარაძეებმა, ირაკლი კობახიძეებმა, ირაკლი ზარქუებმა, რა პაპუაშვილებმა, ნინო წილოსანებმა და სხვებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მოკლედ ბიზინამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2026-ში თუ 27-ში უახლოეს რამდენიმე წელიწადში, რამდენიმე ხანში ჩააბაროს საქართველო და საქართველოს იდენტობა და რა არის საქართველოს იდენტობა ბრძოლა თავისუფლებისთვის და თავისუფლება რუსეთისაგან თავისუფლება, ბრძოლა ოკუპანტის წინააღმდეგ, ზოგადად და ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ, ეს მოანგრიოს და საქართველო დაუახლოვოს, გადახლართოს რუსეთთან. ამას თუ ეგუება ჩემი თაობა, ან ჩვენი გენერაცია, მოდი ასე ვიტყვი, ვერაფერ შემთხვევაში ვერ შეეგუება მომავალი თაობა, ჩემი შვილების თუ ჩემი შვილიშვილების თაობა და ბიზინა ივანიშვილი თუ დიმიტრი სამხარაძე, ვინ ეკითხება ამ უკანასკნელს, მაგრამ მაინც ამ უგვარ კაცს რეალურად წირავს მის და ჩვენს შვილებს მომავალი ომებისთვის რუსეთთან რომელიც თუ გამაგრდა საქართველოში მთლიანად ან მის რომელიმე რეგიონში აფხაზეთში იმ რეგიონს არ დათმობს არასდიდებით და აქედან გამომდინარე თუ 20 30 35 40 წლის შემდეგ ვინმე შეიარაღებით იარაღით და უპირისპირდება იმჟამინდელ იმპერიულ მომავალ იმპერიულ რუსეთს გარდაუვალი ომი იქნება. რატომ უნდა უპირისპირდეს მომავალი ქართველი ჩემიშვილი, დიმიტრი სამხარაძის შვილი თუ ბიზინა ივანიშვილის შვილთაშვილი. იმიტომ უნდა დაიპირისპირდეს, რომ თავისუფლება გვინდა ჩვენ და თავისუფლებაა ჩვენი იდენტობა, როგორც ასეთი იდენტობის ნაწილი, როგორც ასეთი. მაგრამ ეს ყველაფერი მე ამ ყველაფერს იმიტომ ყვები და იმიტომ გიამბობთ, რომ ამათ გგონიათ, რომ აშხაბადში შეხვედრები თუ ზოგადად რუსეთთან დაახლოება რუსეთთან შეტევა გიბოდიშებთ ამ სიტყვისთვის დასავლეთისთვის უარის თქმა დასავლურ ორიენტაციაზე ინტეგრაციაზე უარის თქმა და რუსეთზე გადართვა იქნება
რუსეთისაგან და რუსებისაგან მეტი და მეტი წყალობების საფუძველი ტყუილი ამბავია ეს. გალშიც კი რომელიმე სკოლას პირობითად მესამე სკოლას გალში არ გაგიხსნიან ქართველებს და თუ გაგიხსნიან ქართულად არ გასწავლიან და თუ ქართულად გასწავლიან ქართული სახელმწიფოებრივი არ გასწავლიან აპრიორი და 100%-იანი შემიძლია გითხრათ რაც წაღლეტილი აქვს რუსეთს იმას არ აზდიდებით SNG-ში რო დაბრუნდე ODKB-ში რო დაბრუნდე უარი რომ თქვა ნატოზე, უარი რომ თქვა ევროკავშირზე, რუსული ბაზების დაკანონება რომ მოახდინო, არ ვიცი, აზიაში პირობითად ლაპარაკობ ხო, წანიში ხო? იმაში. დავით გარეჯას მონასტერთან თავის დროზე პოლიგონი ჰქონდა რუსეთს. იქაც რომ დაკანონო რუსული ჯარები, საოკუპაციო მოუხსდა საკვირველია საოკუპაციო სტატუსი. ოკუპაციის მუზეუმთან რომ მივარდეს ბიზნე ივანიშვილი და თავისი ხელით დალეწოს ოკუპაციის მუზეუმი, ექსპონატები რომ გამოიტანოს და შეჭამოს, არა დალეწოს, ხო, ხა მართლა პირდაპირ ხო არ შეჭამს, რვალის მკვნეტელი ხო არ არის. ეს რუსი კაცი. ამ შემთხვევაშიც კი რუსები ენგურ ხიდ გადაღმა არ გაგიშვებენ არასდიდებით. ერთიან სახელმწიფოზე აფხაზებთან, ოსებთანაც, მაგრამ ხა მსხვერპლში აფხაზეთზე ვიტყვი, ხო? არ დაგთანხმდებიან. მაგრამ კარგი, დავუშვათ, აი ისეთი თქმა, დავუშვათ და ვწდები. იმ შემთხვევაში თუ დაგთანხმდებიან, სკოლასაც გაგიხსნიან გალში, სოხუმში, ოჩამშირეში, რა ვიცი, კუდაუთაში, გაგრაში, ბიჭვინთაში. შემოგთავაზებენ შენთვის რამე მისაღებ კონფედერაცია როგორ შეიძლება მისაღები მოდელი იყოს, მაგრამ თქვათ გაგიჟდია დათანხმდი ამ კონფედერაციაზე. დააკანონე რუსის ჯარი აფხაზეთში და არა მხოლოდ. შერიგდი რუსეთთან სადიპლომატიური ურთიერთობა აღადგინე, მთელი უცხოელები ვინც კი არიან გააგდე წინწისქვით აქედან და ასე შემდეგ უცხოური საელჩოები გულისხმება. უცხოე დასავლეთი გააგდე კონცეპტუალურად თქვი რომ თქვენი ესემს და ესემს. ამ შემთხვევაშიც კი რუსეთი ომს დაგიწყებს შენ პირობითად 20 წლის შემდეგ. როგორც კი შენ გაფაჩუნდები, როგორც კი შენ მეტ სუვერენიტეტს მოითხოვ, როგორც კი შენი მომავალი თაობები იტყვიან რომ მათ უნდათ გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისა ევროკავშირში, იმიტომ რომ ის ევროკავშირში ან ახალ ფორმაციაში მაინც და მაინც მომედავებით ეხლა არ დაიწყოთ კომენტარები რომ სადღა იქნება ევროკავშირი, რაც იქნება. ხო არ გაქრება ევროპის კონტინენტი, ხო? როგორიც იქნება. თუ ჩვენ მოვინდომებთ დასავლეთთან ურთიერთობის დაალაგებას, რუსეთი ამის უფლებას ჩვენ არ მოგცემს და შესაბამისად ყოველ მეორე მიტინგს, რომელსაც გავმართავთ 20 თუ 30 წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე ისევ რა საკვირველია, რუსები დაუპირისპირებენ ისევ ორლესულ ნიჩბებს და მოგვიწყობენ აქ 9 აპრილებს ბიზნე ივანიშვილის გვაძ გვიწყობს უარესებსაც შეიძლება ქიმიური არაღეთქვებისთვის, მაგრამ იქ უკვე მომხდური ვანია და პეწია იქნებიან ჩვენი ამ ჩეხავები გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამას დიდი ჭადრაკის კარგი ცოდნა, პოლიტიკური ჭადრაკის დიდი ცოდნა სულაც არ სჭირდება. არ არის საქართველოს გამოსავალი არანაირ ურთიერთობაში რუსეთთან. არანაირი კულტურულ ურთიერთობებში, ეკონომიკურ ურთიერთობებში, უსაფრთხოების საკითხებზე ურთიერთობებში, პოლიტიკურ ურთიერთობებში, სამხედრო ურთიერთობებში და ასე შემდეგ არ არის. საქართველოს უნდა წარმოიდგინოს რომ რუსეთი ვერ გადაიტანს რასაკვირველი. ვერსად ჩვენ და საუბედუროთ ჩვენ გვყავს ესეთი აგრესიული მეზობელი. რაც უფრო ნაკლები, იშვიათი გვექნება ურთიერთობები მასთან, მით უფრო კარგია ჩვენი სახელმწიფოსთვის. საქართველოს უნდა წარმოიდგინოს რომ იქით არის, ავიცი, ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთის სახელმწიფო ფეხის თუ წაცდენა თუ თვალის გაქცევა ჯოჯოხეთისკენ გვაბრმავებს ან ფეხს გვიტეხავს. ეს რო ვიცოდეთ და ქართული ახლა ასაკურია ვერ შეუზღუდავ ესე ძალით, მაგრამ გლეხს ასე მაგალითად ფერმერს, ხო? მაგრამ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ნაკლები კონტაქტი რუსეთთან რომ ვიცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე თუ გარკვეულ საკითხებზე მართებებზე, იმართულებებზე ჩვენ დამოკიდებული ვართ. ხა მარტო იმას არ გულისხმობ 3 კილო ყურძენი რომ ვიღაცას გააქვს, ხო, ლაპარაკობ ენერგეტიკაზე პირველ ყოვლისა რა საკვირველია. და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებზეც დამოკიდებული ისედაც ვიყავით.
მაგრამ ქართული ოცნების პირობებში თავიდან ბოლომდე დამოკიდებ ხორბალი, მაგალითად თავიდან ბოლომდე რუსული შემოგვა. კატასტროფა. იმიტომ კი არა აქ დათესავდი სადღაც. არამედ იმიტომ რომ შენ ხელისუფლების წყალობით ვერ შეიმუშავე ალტერნატიული ბაზრების მოძიების უკრაინა. ისიც თქვი რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს ექსპორტზე გატარისა, მათ შორის ხორბლის და შენ ვერ მოიძიე კანადური კომპანიები, არ შეუწყე ხელი შენს ფერმერებს რომ ურთიერთობა დაეყარებინათ წელებულ კანადურ ან თავის სხვა ქვეყნების კომპანიებთან და დიდ კორპორაციებთან. ხორბალთან იმართებაში პირობითად ლაპარაკობ, ესეთი არის უამრავი პრობლემა. მაგრამ მაინც ნაკლები ურთიერთობა რუსეთთან ჩვენი მეტი თავისუფლების საფუძველი. ეს არ ნიშნავს კონვენციურ ომში შესვლას. ეს არ ნიშნავს სხვათა შორის გაგიკვირდებათ და არ დათმობასაც გარკვეულ ისეთ საკითხებში, როდესაც ხვდები, რომ შეიძლება გაგიჟდეს და გადაფსიხდეს და შენ სახელმწიფო ინტერესებს მაინც და მაინც არ ანგრევს. მაგრამ ეს ნიშნავს გააზრებას იმისა, რომ ჩვენი გზა, ჩვენი და რუსეთის გზა გადაჯაჭვული თუ იქნება, სანამ ჩვენთვის იქნება ეს კატასტროფა. დიმიტრი სამხარაძეზე კი არ ვლაპარაკობ ახლა. დიმიტრი სამხარაძეს ეს გადააზრებული პერსონალურად მას უпроსტოდ ბიზნეს ფრთებქვეშ მოქცეულებს ეს არ აქვს. მათ გონიათ თან ან პირდებიან რუსეთიდან და რასაკვირველია გადააგდებენ, რომ რუსეთი რამ დათმობაზე წამოვა თუ ესენი მაქსიმალურზე მეტ კომპრომისზე წავლენ რუსეთთან ურთიერთობაში. მაგალითად მოიხდიან ბოდიშს, მაგალითად სამხრივად განაცხადებენ, რომ არ გაუხსნიან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, მაგალითად სამხრივად განაცხადებენ, რომ თანახმარიან, რომ საელჩო გახსნან, მაგალითად სამხრივად განაცხადებენ, რომ ოკუპაციას კანონს შექმნიან, მაგალითად იტყვიან, რომ უარს ვამბობთ ჩვენ ევროკავშირზე და რაღაც ნატოზე. და აქ არგუმენტები ექნებათ ევროკავშირი სუსტია და ცუდია და აღარ არის ისეთი როგორიც იყო და ნატო აღარ არის ფაქტია. მაგე ამერიკის ლიდერიც ამას ამბობს. კადისო ამერიკაო. იტყვიან ესეთი. რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობა არის ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი. რაც შეეხება როგორ ვიბრუნებთ აფხაზეთს, ეს კითხვა მაღალბათობით თქვენგანს გაუჩნდა, ვერ ვიბრუნებთ აფხაზეთს. მოცემულ ეტაპზე. ეს არის წარევიელობა. სიმართლეა ეს. ვერ ვიბრუნებთ აფხაზეთს. მანამ სანამ გლობალურად არ დამარცხდება რუსეთი როგორც ქვეყანა და ის არ დასუსტდება მათ შორის ჩვენს რეგიონში, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება დაივიწყეთ. მოგითმენიათ ცოტა ცუდად ჟღერს მძიმედ. 92-93 წლებში მიმდინარეობდა ეს ომი. 93-დან 2026-მდე ადგება მალე არის 33 წელი გასული. მოგითმენიათ 33 წელიწადი. მოითმინეთ ვერ გეტყვით, ამდენი ცხადია, მაგრამ კიდე გარკვეული პერიოდი. რუსეთი როცა დასუსტდება გლობალურად და ის აუცილებლად დასუსტდება. ჩვენ უნდა ვიხელთოთ დრო და სხვადასხვა სინკრეტული სხვადასხვა მეთოდებით უნდა ვცადოთ აფხაზეთის რეინტეგრაცია და არჩენილ საზოგადოებაში და სახელმწიფოში. რასაკვირველია აფხაზებისთვის ძალიან მაღალი უფლებების უბრალოდ ესე ვიტყვი, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში დამოუკიდებლად ეთნიკური შემადგენლობისა, მაღალი უფლებების მიცემით. ანუ იქ არ უნდა იყოს გარჩევა ქართველს მისცემ იმ უფლებას თუ აფხაზი. ხა ეს ძალიან ვრცელი თემაა, მაგალითად თეზის თემა, ანუ თავისუფალი ეკონომიკური ზონის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ინვესტიციების და ასე შემდეგ. მათ შორის არის მილიტარისტული, ანუ სამხედრო კომპონენტი უნდა მონაწილეობდეს თუ არა, ვისი შეიძლება იყოს სამხედრო კომპონენტი. ბევრი თემაა, რომელიც ჩაშლას ექვემდებარება და მარტო ჩემი კვალიფიკაცია ამ ყველაფერს არ ეყოფა სპეციალისტური დასყიდვა იმისჯერა. აფხაზებთან ერთადაც თუნდაც ეგრევა პრობლემა არ აქვს ამის თქმისა, მაგრამ სხვა დანარჩენი გზა ფიქრი იმაზე, რომ მანამდე მოხდება აფხაზეთის დაბრუნება და მომავალ წელს შევხვდებით სოხუმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს აი ტყუილი ვინც გპირდებათ, გნებავთ ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს. ან გნებავთ ვინც გნებავთ ის იყოს, ხო? ან ვინც გპირდებათ მით უმეტეს რომ რუსეთი გვაჩუქებს ამ გაგვიბრუნებს ამ აფხაზეთს თუ ცხინვალის რეგიონი. ის ვინმე ვინც გპირდებათ არის მატყუარ. მე თუ ვკითხავ შეგნებული მატყუარა. მაგრამ შესაძლოა მე ვსდები და მართლა გულოფრთხილოა. მაგრამ ბიზნე ივანიშვილი გულოფრთხილო კაცი არ არის.
მიზნე ივანიშვილი აგენტი კაცია, რომელიც ახლა შემდეგი კრიზისის გადაგორებას, კრიზისის ანუ მისთვის რთული ვითარების გადაგორებას ცდილობს სწორედ ამ ტყუილების დამსმოხვევით. გარეჯი საქართველოა იყვინეს და დაკარგული კიდე დამატებითი ნაწილი დაკარგეს იმ გარეჯში. ახლაც რაღაცას იბჟუტულობენ, გადააგორებენ რაღაც კრიზისს. დაგაბოლებენ თქვენ და არც არაფერი არ მოხდება. ნუ ენდობით გამობიძინებულებს. ნახვამდის.